ეს არის ავტოსადგურზე არსებული ბაზრობის საპირფარეშო. მოდით შევიდეთ და ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა შიგნით. ნუ სუნია ისეთი რომ უკვე მეტყოლება მიჭირს. საშინელი და ფარდა. რა ხდება ფარდის მიღმა. ფასიანი საპირფარეშო. ამას შეხედეთ. ესაა ქათქათა ბათუ. ეს ნახეთ. ეს ნახეთ. ეს სრული კატასტროფა და კოშმარი ნახეთ. ფუფ. ეს აუცილებლად უნდა დაიხუროს. დასამარდეს. ესეთი საღორე არ უნდა არსებობდეს ბათუმის ცენტრში. ნახეთ. კედლები ნახეთ. ჭერი ნახეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ. ამას შეხედეთ. სუნიანი ისეთი აუტანელი, მეტყველებაც მიჭირს. ეს თქვენთვისაა ქალბატონო ტუალეტი. მამაკაცების საპირფარეშო, ნახეთ. შეხედეთ, ხელსაბანი. ნახეთ. ყველაფერზე გეზიზღება ხელი რომ მოკიდო. და აქ ნახეთ რა სრული კატასტროფა და კოშმარია. ეს არის ძრავი, რომელთაც წყალს ტომბავენ ალბათ. და ეს არის აი ამით, იმიტომ რომ არც აბსოლუტურად ჩასარეცხი არ არის. ჩასარეცხი არც ქალების საპირფარეშოში და არც აქ არ არის. აი აქ ნახეთ, ამას ავსებენ და მე ასე უნდა მომხმარებელმა აიღოს, ამოიღოს წყალი და ჩარეცხოს. საშინელება, სამარცხვინო. აქ ალბათ პისუარები უნდა ყოფილიყო, ეს არის როგორც ასეთი საკანალიზაციო მილი, მაგრამ ისთვის გამოიყენება ვერ გეტყვით. ჩემი ფანტაზია უკვე აქამდე ვერ წოდება. ყველაზე საშინელება კიდე იცით რა არის? აი ეს რომ მიდიხარ და აი ეს საშინელება რომ თავზე გაწვევს. აი ეს რომ გეწვეთება თავზე. აი ნახეთ, აი ეს კონდენსატი, აი აქედან ასული შარდის და წყლის კონდენსატი. ნახეთ რა საშინელებაა. აი ეს არის ფასიანი საპირფარეშო. ის ფული რომ ამის გავკეთებაში გამოიყენონ არ შეიძლება? აი ეს ბეტონის კონსტრუქციები, სადაც ყველაფერი წვეთავს, ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ ჩამოვარდეს, დამთავრდება ძალიან ცუდად. ნახეთ როგორ არის ეს სიმკარები ჩამოწოლილი. იმედია რომ მყარად არის და ჩვენ არაფერი არ გვემოქრება, მაგრამ აი ეს სველდება, ეს ზიანდება, სახურავი ბუნებრივია. შეიძლება ბევრი ვერც ხვდება აქ, ხო? სხვა რაღაც ადგილებით და ლოკაციებით სარგებლობს, როდესაც ბათუმში ჩამოდის, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი მგზავრი აქ არის, რომელიც მიდის გურიაში, იმერეთში, აჭარის სხვადასხვა კუთხეში. შესაბამისად ამ ავტოსადგურით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ეს საპირფარეშო არის ტანსაცმელების ბაზრობაზე შიგნით და ყველაზე საშინელება ის არის, რომ კარგი დისკომფორტს განიცდის ის ადამიანები, მაგრამ მათ არჩევანი აქვს შევიდეთ თუ არ შევიდეს, გადაიხადოს ფული თუ არ გადაიხადოს, მაგრამ ვინც იქ მუშაობს, ვისაც ადგილები აქვს ნაყიდი და ვინც ვაჭრობს იქ, იმ ადამიანებმა რა დააშავა, მიმართავ მეპატრონეს, ფულის კეთებას თავი დაანებე, ინებე და საპირფარეშო მოაწესრიგე. ეს ადამიანები არ არიან ღირსი, რომ აი ყოველ დღიურ კოშმარში ცხოვრობდნენ. ყველას აგვაქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება, ინებეთ და სუფთა გარემოში გვაცხოვრებთ და გვასუნთქეთ.